სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დამთავრდა. მერია უახლოეს მომავალში სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო სამუშაოებს დაიწყებს. მუნიციპალიტეტის 20 სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და პრიორიტეტული მიმართულებები მათი მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრეს. 20 სოფელზე განაწილებული არის თავის განკარგული სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში 340,000 ლარი. ხოლო ამ თანხას ჩვენ პროექტის ფარგლებში უფლება გვაქვს 200%-მდე დავამატოთ თანხა და ამ შემთხვევაში ჩვენ ადგილობრივ ბიუჯეტში ეს გათვალისწინებული გვაქვს და დამატებული თანხით ჩვენ ამ 20 სოფელში განვახორციელებს მოსახლეობის მიერ არჩეულ პროექტებს. ძირითადად მოსახლეობიდან არჩეული არის გარეგანათებები და სკვერების პროექტები. ძირითადი იდეები და არჩევანი მოსახლეობის მხრიდან ეს წინადადებები იყო დაყენებული. წლის განმავლობაში ხშირად ხვდებით მოსახლეობას და ამ შემთხვევაშიც მოსახლეობასთან შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის. სხვადასხვა საკითხებზე, რომლებზეც თქვათ მოსახლეობას აქვთ პრობლემა, რაიმე საკითხი, პრობლემური საკითხი წარმოიჭრება, ამ ინფორმაციას ჩვენ მათგან ვიღებთ და შემდეგ მუშაობთ, რომ ეს პრობლემა მათთვის აღმოფხვრა.